გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელიამ ნანტთან დუბლი შეასრულა. საფრანგეთის პრესამ კი პირდაპირ დაწერა: "მადლობა საქართველო." მაგრამ ამავე დროს ბენზემა საკმაოდ უცნაურ კომენტარს აკეთებს. ვის მოიაზრებს ფრანგი PSG-ს ერთადერთ ვარსკვლავად და რას ამბობენ PSG-ს გულშემატკივრები. თუ ასეთი საფეხბურთო ვიდეოები მოგწონთ, გამოიწერი არხი. რადგან ამ თვეში მიზნად გვაქვს რომ 99,000 გამომწერს მივახციოთ. გვაკლია სულ რაღაც 700. ასევე ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2,000 მოწონებაზე, რადგან თქვენი მხარდაჭერა მე დიდ მოტივაციას მაძლევს. ახლა კი დავიწყოთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა საკუთარ მოედანზე ნანტის 3-0 დაამარცხა. ამ შეხვედრის მთავარი ფიგურა კი კვარაცხელია იყო. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მატჩი ფაქტობრივად თავიდანვე საკუთარ ტემპში წაიყვანა. ანგარიში კი სწორედ მან გახსნა. კერძოდ მე-13 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და PSG წინ გაიყვანა. მოგვიანებით მეორე ბურთი დეზირე დუემ გაიტანა, ხოლო 50 წუთზე კვარამ დუბლი გაიფორმა და კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მაღალ დონეზეა ახლა. ლუის ენრიკემ ხუჩა 66 წუთზე შეცვალა, თუმცა მანამდე ქართველმა მოედანზე ყველაფერი დატოვა. სწორედ ამიტომ სოფასკორმა მისი თამაში 9.5 გულით შეაფასა. მიმდინარე სეზონში კი ლიგა 1-ში მას უკვე 7 გოლი დაუკრავდა. შეხვედრის შემდეგ კი კვარაცხელიამ ფრანგულ მედიასთან საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. ახლა თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლანსის სახით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტი გვყავს. ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვცნობ. ფიქრობ დღეს მთელმა გუნდმა აჩვენა რომ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები. მეორე გოლი? ვიდეო ჯერ არ მინახავს, მაგრამ მოგვიანებით ვნახავ. პენალტების შესრულება? აქამდე ბევრი პენალტი გავიტანეთ. 11 მეტრიანების სერიებიც ჰქონდა. ყავს არაერთი ფეხბურთელი, ვისაც პენალტების კარგად შესრულება შეუძლიათ. დღეს კი ჩემი დრო დადგა, გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ. ბაიერნი? ჯერ ლიგა 1-ზე ვფიქრობთ, იმიტომ რომ სულ რამდენიმე მატჩი დარჩა და თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ბაიერნზეც ვფიქრობთ, მაგრამ იქამდე ჯერ ლიგა 1-ის მატჩი გველოდება. განაცხადა კვარაცხელია. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG მომდევნო შეხვედრას ხვალ ანჟელის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. ხუჩას ეს პერფორმანსი კი ფრანგულ მედიაში ძლიერად შეფასდა. კერძოდ ადგილობრივმა ჟურნალისტმა ალექსანდრა ფლალომ თქვა, რომ კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომლის მოძრაობას და ბურთთან ურთიერთობას უსასრულოდ შეიძლება უყურო. მისი შეფასებით ნანტთან გატანილი მეორე გოლი ნამდვილი საფეხბურთო პოეზია იყო. გარეთ ერფით გაკეთებული პასი, აჩქარება, ბურთის რბილი დამორჩილება, სრულ მოძრაობა და ცივსისხლიანი დასრულება. მან ისიც დაამატა, რომ ბოლო კვირებში კვარა დაუღალავად შრომობს და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ რიგითი მოთამაშე არ არის. არამედ ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის მსვლელობის შესვლა შეუძლია. ასევე მის შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა Le Parisien-მა. სათაურით მადლობა საქართველო. რაგბის გულშემატკივრებს საქართველო ყოველთვის გვაუცებდა, როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა 4 მილიონიც კი არ არის, შეექმნა ამდენი მორაგბე, რომლებიც ბოლო 30 წელია ტოპ 14-ის კლუბებში თამაშობენ და სიამოვნებას გვანიჭებენ. გორგოძე, შველიძე, ზირაქიშვილი, მებრძოლი, ძლიერი და მტკიცე მოთამაშეები, ნამდვილი მეომრები. ყველა მათგანის გვარი შვილიძე ან ძეზე მთავრდებოდა, რასაც შევეჩვიეთ. თუმცა შემდეგ გამოჩნდა ქართველი, რომლის გვარიც მიგვანიშნებდა, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. ბიჭი ჩამოწეული საფეხბურთო წინდებით და ისეთი სათამაშო სტილით, თითქოს 1970-იანი წლებიდან მომავალში გადმოვიდა. საოცარი კლასით, ფიზიკურობითა და ძალით. მისი სახელი და გვარი ხუჩა კვარაცხელია. თავიდან ცოტათი შევწყვით, რადგან ინტერნეტის დახმარება დაგვჭირდა, რომ მისი სახელი და გვარი სწორად წარმოგვეთქვა. შემდეგ კი სხვების მსგავსად ჩვენც ყვარას გამოყენება დავიწყეთ. ნეაპოლელებმა მის მეტსახელს დონა დაუმატეს და ის თავიანთ ისტორიაში ალბათ საუკეთესო ფეხბურთელს დიეგო მარადონას მიამსგავსეს. ხოლო ოთხშაბათს აღამოს ყვარამ საოცარი უნარებითა და ტექნიკით კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რატომ არის სხვებისგან გამორჩეული ფეხბურთელი. ამიტომაც როგორც მისთვის, ისე ქართველი მორაგბეებისთვის მადლობა საქართველო. წერს Le Parisien-ი. თუმცა ცოტა ხნის წინ საკმაოდ უცნაური კომენტარი გააკეთა კარიმ ბენზემამ. კარიმ ბენზემამ რეპერ რობთან Instagram ლაივისას PSG შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, მადრიდის რეალთან შედარებით PSG ვარსკვლავების გუნდი არა, თუმცა გუნდურობის თვალსაზრისით PSG მადრიდულ კლუბზე წინა. ბენზემას აზრით, PSG-ში ერთადერთი ვარსკვლავი უსმან დემბელეა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. PSG-ში კარგი ის არის, რომ როცა სასტარტო შემადგენლობას აყენებ, ისინი თამაშობენ, თან როგორ თამაშობენ. მაგრამ როდესაც მწვრთნელი მე-60-ან 71 წუთზე ცვლილებას აკეთებს, შემოსულ ბიჭებს თამაში იმაზე მეტი შემოაქვთ, ვიდრე მათ, ვინც მატჩი დაიწყო. ეს მოთამაშეები კი ეგრეთ წოდებული სათადარიგოები არიან. ხომ წარმოგიდგენია, თითოეულმა იცის რა უნდა გააკეთოს, რა სარგებელი უნდა მოიტანოს. ძირითადის მოთამაშე მიცის თავისი საქმე, სათადარიგომაც იცის თავისი საქმე, ხოლო სათადარიგოს სკამზე მყოფი ბიჭი არ იბუტება. მადრიდში რთულია, რადგან იქ ძალიან გუნდურად არ თამაშობენ. PSG არ არის ვარსკვლავების გუნდი, გარდა უსმან დემბელესი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. PSG-ში ყველაზე ცნობილი ლუის ენრიკეა, მაგრამ PSG ნამდვილი გუნდია. წინ ვინც არ უნდა დაუყენო, ყველა ერთად მაქსიმალური
რეალურად იხარჯება და სათადარიგოები ზუსტად ასევე მუშაობენ. სწორედ ამიტომ არიან ისინი ძლიერები, განაცხადა ბენზემა. აი ეს ნაწილია ბევრისთვის უცნაური, რადგან ამ შეფასებაში ბენზემას კვარაცხელია საერთოდ არ უხსენებია. ეს კი განსაკუთრებით გასაკვირია იმ ფონზე, როცა ქართველი ფეხბურთელი PSG-ში გადასვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა და არაერთ დიდ მატჩებში გადამწყვეტი როლიც ითამაშა. მატჩის შემდეგ ემოციური რეაქციები მოყვა სოციალურ ქსელშიც. PSG-ს გულშემატკივრები წერენ, რომ კვარაცხელია გუნდში ლიდერად ყალიბდება, ხოლო ზოგი პირდაპირ ამბობს, რომ ის გუნდში უკვე საუკეთესოა. ზოგიც იქამდე მიდის, რომ ოქროს ბურთის მომზადებას ითხოვს. ხუჩას ამ თამაშის შემდეგ კი ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტი საკუთარ გვერდზე წერს: კვარაცხელია მბაპეს მისიონია, ამას სერიოზულად ვიძახი. შეურაცხყოფათ არავინ მიიღოს, მაგრამ ის რომ ქართველი არ იყოს, ოქროს ბურთის სამეულში აუცილებლად იქნებოდა. საბოლოოდ კი ეს მატჩი კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს. კვარაცხელი ახლა უკვე იმ ეტაპზეა, როცა მარტო შედეგიანი აღარ არის. ის თამაშის მთავარი ხაზი ხდება, ხოლო როცა ფორმაშია, PSG-ს ფეხბურთის სხვანაირ სიღრმეს, რიტმსა და ხარისხს იძენს. და რას ფიქრობთ მეგობრებო? თქვენი აზრით შეძლებს თუ არა პარიზული კლუბი ხუჩას მეთაურობით ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგებას? გიორგი მიქაუტაძემ კანალ პლუსთან ინტერვიუში ძალიან ემოციურად ისაუბრა ლიონის დატოვებაზე და თქვა, რომ ეს მისი კარიერის ყველაზე მტკივნეული მოგონებაა. მისი თქმით, მშობლიური კლუბის დატოვება მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ მისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან ლიონში კონკრეტული მიზნებით მოვიდა და ბევრად მეტის გაკეთება სურდა. განსაკუთრებულად აღნიშნა 69 ნომერიც, რომელმაც გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. მიქაუტაძე ამბობს, რომ საბოლოოდ წავიდა, იმიტომ რომ კლუბს ფინანსურად უჭირდა და ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად თავის გაწირვადაც აღიქვა. ბოლოს კი ყოფილ კლუბსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, უთხრა, რომ ენატრება ისინი და სეზონის ბოლოს წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, რომ ლიონმა გიორგი მიქაუტაძე 2025-26 წლების სეზონის დაწყებამდე ვილიარეალში ბონუსების ჩათვლით 36 მილიონ ევროთ გაყიდა. ამასთან ერთად ფრანგულმა კლუბმა მისი მომავალი ტრანსფერიდან მიღებული სუფთა მოგების 10%-იც დაიტოვა და სწორედ ეს გარიგება გახდა იმ ფინანსური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რომელმაც ლიონის მკაცრი რეგულაციების დაკმაყოფილებაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მიქაუტაძემ თავისი ყოფილი კლუბი გადაარჩინა. ლივერპულში მეკარის პოზიციაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დრო ახლოვდება და როგორც ჩანს, ბევრი რამ ალისონ ბეკერის მომავალზე იქნება დამოკიდებული. ბოლო პერიოდში ბრაზილიელი მეკარის შესაძლო წასვლაზე უფრო და უფრო ხშირად იწერება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალისონ სერიაში დაბრუნების იდეა მოსწონს, თუმცა ლივერპულის მიმართ პატივისცემას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანძლია, სხვა გუნდში გადასვლის შანსი მაინც საკმაოდ რეალურად განიხილება. ამ ეტაპზე მისი დამატებით ყველაზე მეტად ტურინის იუვენტუსია დაინტერესებული და ბრაზილიელი მათთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნევა. ხოლო ცხადია, რომ ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მამარდაშვილის მომავალსაც. ქართველი მეკარე ამ სეზონში ძირითადად ალისონის შემცვლელის როლში იყო და სწორედ ბრაზილიელი შემდეგ მოიაზრება გუნდის ნომერ 1 კანდიდატად. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ევერტონთან შეხვედრაში მიღებული დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და მისი დაბრუნება უახლოეს მატჩებშია მოსალოდნელი. ხოლო ლივერპული აპირებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ალისონთანაც და მამარდაშვილთანაც მოლაპარაკება გამართოს და სწორედ ამის შემდეგ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ გადანაწილდება მეკარის პოზიცია მომავალ სეზონში. ამიტომ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. ხევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავ, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.